ბავშვის ოპერაციისთვის მჭირდებოდა ეგ თანხა. ქირაში ფულის გადახდას ვიფიქრე, რომ გირაოს ავიღებ თან თანხა შემენახება. 37 წლის მარტოხელა დედა, შვილის ოპერაციისთვის მძიმე შრომით ნაგროვებ $12,000 რამდენიმე თვეა სფერო ინვესტისგან უშედეგოდ ელოდება. გირავნობის ალტერნატივის შემოთავაზება სფერო ინვესტთან იმიტომ დათანხმდა, რომ ცერებრალური დამბლით დაავადებული შვილის ოპერაციის ფული უსაფრთხოდ შეენახა. ირინას შშმპ შვილს ოპერაციის ჩატარება ახლა უწევს, თუმცა ახლა არც ბინა აქვს, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით სფერო ინვესტს უნდა ექირავებინა და არც შვილის სასწრაფო ოპერაციის ფული. ექიმმა ესე მითხრა, რომ 18 წლის რო შესრულდება, შეგიძლია მოიყვანო და მეორე ოპერაცია ჩაუტარო. 18 წლის შესრულდა და ის ფული არ მაქვს ხელში. ბინა? არც ბინა. ქირის ფული? არც ქირის ფული. 18 წლის ცერებრალური დამბლით დაავადებული ნინის დედა ორ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა. რამდენიმე დღეა, რაც ის შვილებთან ერთად დაქალმა შეიფარა. ირინე ხელშეკრულების მიხედვით სფერო ინვესტის მიერ ნაქირავები ბინიდან, რომელშიც ის 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, გადაუხდელობის გამო გამოუშვეს. 8 აგვისტოს წესით უნდა დამეცალა მე ეგ ბინა და ქალბატონოს მასოფო პეტრიაშვილმა დაურეკა და სთხოვა, რომ 30 სექტემბრამდე გავეჩერებინეთ და 30-ში მათაც ჩაურიცხავდნენ ბინის ქირას და მე ჩემ თანხას დამიბრუნებდნენ. მოვიდა 30 არ დაუბრუნეს იმას და მოითხოვეს, რომ მე დამეტოვებინა ბინა. ამ სიუჟეტში გიყვებით მოქალაქეებზე, რომლებიც კომპანია სფერო ინვესტს საღლითობაში ადანაშაულებენ და რომლებიც თვეებია კუთვნილი თანხების დაბრუნებას ელოდებიან. სფერო ინვესტის სქემა ასეთია. ინტერნეტი აჭრელებული იყო განცხადებებით, სადაც მოქალაქეებს ბინის დაგირავებას თავაზობდნენ. ანუ იხდი გარკვეულ თანხას, კომპანია ამ ფულს განკარგავს, სანაცვლოდ კი გაძლევს ბინაში ცხოვრების უფლებას. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ფული სრულად გიბრუნდება. ახლა ათობით მოქალაქეს აღარც დაბანდებული ფული აქვს და აღარც თავშესაფარი. რომ მივედი და ხელშეკრულება გავაფორმე, ყველაფერი მოუყევი, ეს ყველაფერი რომ გაიგეს, იმდენად არტისტები არიან, რომ ჩემთან ერთად ისინიც ტიროდნენ, მე რო ამეტირა, ისინიც კი ტიროდნენ, რომ არას ამბობთო ეგეთიო, არაფერი მომხდარა ჩვენთანო, დაგიბრუნებთ უეჭველიო. ინვალიდის შვილით გამოვედი ქუჩაში. დამიბრუნეთ ჩემი თანხა და არ ქალი ახლა თითქმის ყოველ დღეს სფერო ჰოლდინგის ოფისში მიდის. კუთვნილ ფულს ითხოვს, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით სფერო ინვესტს ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა დაებრუნებინა. პასუხის გამცემი აქ არავინაა. უფროსობა იმალება. ქალი ამბობს, რომ ყველაფრის უკან სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი დგას, რომელიც ხალხს ვინც კუთვნილ თანხებს ითხოვს ემალება და ოფისში არასდროს ხვდება. სისხლის სამართლის საქმეა, იმიტომ რომ მხოლოდ მე არ ვარ აქ დაზარალებული, 400, ანუ თვითონ წულეისკირმა თქვა, რომ 600 ადამიანიაო დაზარალებული, უბრალოდ ხელშეკრულებაო, სადღაც 45-ო თუ 65 ადამიანიაო, ვისაც დაუსრულდაო და დანარჩენიო, ანუ 600 ადამიანიაო და მილიონობით თანხაზე აქ საუბარი. ამდენი გამწარებული ხალხის თუ არ ეშინიათ. აგვისტოდან უკვე მივხვდი, რომ ფულის გადამხდელები აღარ იყვნენ ეგენი და მხოლოდ ტყუილებს გველაპარაკებოდნენ. სექტემბრის ბერში უკვე მაიძულეს, რომ დამეცალა ბინა. 28 წლის მაკა მოხევიშვილიც ქუჩაში რჩება. მარტოხელა დედამ $18,000 წლების განმავლობაში აგროვა. ფული სფერო ინვესტში დააბანდა, თუმცა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ქუჩაში დარჩა. თბილისში თავშესაფარი რომ ვერ იპოვა, მცხეთაში გადავიდა საცხოვრებლად. შვილს მარტოს ზრდის. მცხეთაში, სურსათის მაღაზიაში დასვენების დღეების გარეშე დაიწყო მუშაობა, რომ ახლა ქირის ფულის $700 გადახდა შეძლოს. ესეთ ხელშეკრულება იყო დადებული, რომ თუ აღარ მომინდებოდა მე ხელშეკრულების გაგრძელება, შემეძლო ნებისმიერ დროს გამეუქმებინა და დამებრუნებინა ჩემი თანხა, რომელთა დაბრუნებაზე იყო საუბარი, 1 წლის თანხაც ვერ გადაიხადეს. ეს ბატონო გიგა, ბატონო გივი, მაინტერესებს ადამიანები, რომლებიც არიან დაზარალებული სფერო ინვესტის მიერ. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც აქვს აუთვისებიანი სიმსივნე, ადამიანი, რომელსაც ყავს შშმპ შვილი, ადამიანი, რომელსაც აქვს დემენცია, სად უნდა გაათენონ ღამე? ეს გივი წულეისკირია, სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი. სფერო ინვესტი მისი შვილობილი სააქციო საზოგადოებაა, რომლის მესაკუთრედ წულეისკირი წლების განმავლობაში იყო. ორდღიანი გასაუბრების შემდეგ ის ინტერვიუზე დაგვთანხმდა. შაბათის ეთერთან ერთად ამ ინტერვიუს გივი წულეისკირის პირადი დაცვის წევრიც იღებდა.
წულეისკირი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ მისმა მტრებმა შავი პიარი შეგნებულად ააგორეს, რამაც კომპანიაში კრიზისი გამოიწვია. თუმცა ზუსტი პასუხი, როდის დაუბრუნებს სფერო ინვესტი ათეულობით გადაგდებულ ადამიანს კუთვნილ ფულს, გივი წულეისკირს აქვს ის, რომ კომპანიაში ფული არ არის. ერთ დემენციის პრობლემით მამა ყავს, მეორე შიშმოპოშვილი და დემენციის პრობლემით. აგინათ ეს რადიკალიზება რა. რატო არ ურიცხავთ ამ არც ამას? იმიტომ რომ კომპანიას თანხა არ აქვს, კოლაფსი აქვს, გაკოტრების ზღვარზე მიიყვანეს და მაგას გიხსნით და არ მაცდით ახლა ლაპარაკს. კომპანია საერთოდ ხელფასებს ვერ უხდის თანამშრომლის და კომპანიის გაკოტრებასკენ მიდის. ამ კომპანიას სპეციალურად ატყამენ, სპეციალურად უგორებენ ანტიპიას, თითქოს ფული მითვიდა, თითქოს ფული გაფლაგს და რომ ეს პირამიდა იყო და ეს პირამიდა ხო ხა ჩამოშვა. აი ვაიმე ჩემი სიკვდილი. ვინ მოგცათ უფლება თქვენ? რომ ამბობთ რომ ჯერ პირამიდა იყო. ეხლა თქვენ დანაშაულად ჩავდიხართ, ეხლა ჩვენ ხო ვიცით ამას. პირა ეხლა უბრალოდ არ მინდოდა ამ ფორმატში, მაგრამ დანაშაულად ჩავდიხართ. ჰაერი მშვარ მხოლოდ. სუნთქავ მხოლოდ საქართველოს ჰაერით. მეტი არაფერი არ გამაჩნია არის. 65 წლის ქეთევან კუბლაშვილი ონკოპაციენტია. ავთვისებიანი სიმსივნე, ლეიკემიის იშვიათი ფორმა, მასტოციტოზი წელიწად ნახევრის წინ სტამბულში დაუდგინდა, როდესაც ემიგრაციაში იყო და ოჯახში მომვლელად მუშაობდა. სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და აქ მკურნალობა. ექიმთან ხშირი ვიზიტის გამო წაღვერში სოფლის ერთადერთი მამაპაპისეულის სახლი გაყიდა. $17,000 სფერო ინვესტს გადასცა, რომელმაც ის გლდანში გადაიყვანა საცხოვრებლად. ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. ფულს არ უბრუნებენ, ონკოპაციენტს კი ბინიდან უშვებენ. ჩემ ფულსაც არ მიბრუნებენ, მე პატრონე მეუბნება უნდა გავიდე, საწავიდე. სად დავწვე? ჩემი განაჩენი მაგათი განაჩენი ციტდება. მე აღარაფერი არ დავჭი. არც ქირის ფული აქვს და არც სრულყოფილი მკურნალობის. ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს, რომელიც გაუსაძლის ტკივილებს მცირედი თუ მსუბუქებს, მხოლოდ დღიურად ყიდულობს, რადგან ბაზარში სელპაკებიდან შემოსული გასამრჯელო მეტის შეძენის შესაძლებლობას არ აძლევს. თასრითი ეჭი. სელპაკები. როცა შემიძლია. ცოტა თუ შემიძლია მივდივარ ბაზარში, სელპაკს ყიდო, პური ვიყიდო და წამალი ვიყიდო. მეტი არაფრით. ჩემი შემოსავალი ეგ არის მხოლოდ. 260 ლარი მაქვს პენსია, იმიტომ რომ პენსია წადრება გამოტანდა. დავდივარ ბაზარში და ვიცოდებს ხალხი. ზოგს სულ არ ჭირდება და შეცოდებით ყიდულობ. 69 წლის ქალი ვარ, საწავიდე, რა უნდა ვქნა, ქუჩაში დავდგე და ვიმატყოვრო, რა ვქნა. შვილი ვერ მუშაობს. სიძე მომიკვდა. ბებიებმა და ბაბუამ რა უნდა ვქნა. ეს 69 წლის სვეტლანა გერგაია ახობიდან. გასულ წელს სფერო ინვესტის აგენტმა გირავნობის ხელშეკრულება მის ქალიშვილს გაუფორმა და ამის შემდეგ ბინა 1 წლით $16,000 იგირავეს. 30 წლის ნაილა მშობლებთან და შვილთან ერთად თბილისში საცხოვრებლად იმიტომ გადმოვიდა, რომ 5 წლის შშმპ ბავშვი ექიმთან ეტარებინა. თუმცა შშმპ შვილის დედას ახლა ბინის მეპატრონე სახლიდან უშვებს. სფერო ინვესტში უთხრეს, რომ კომპანიაში გადარიცხული თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მეპატრონე მეუბნება წადიო, ჩები ბინის garaშე ბავშვით, რომელიც შშმპ-ია, მეუღლე დავკარგე იანვარში. რა ვქნა შვილი? მის მივაკითხო, სად ვეძებო სამართალი, დავდივარ და არაფერი არაა განაჩენი. ჩავყვებით სამართლებრივად ბოლომდე და არავის არ შევარჩენ ჩემ შრომას. 25 წლის აკაკი ლუკავა, თავისუფალი უნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. ფულის გადახდა უნივერსიტეტში აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდა კაცმა, რომ ვერ შეძლო, აკადემიური აიღო. გერმანიაში წავიდა, სადაც მოხუცთა პანსიონატში დასაქმდა და 27 მოხუცს 3 წლის განმავლობაში უვლიდა. ჩამოტანილი დანაზოგი სფერო ინვესტში დააბანდა. ამბობს, რომ კომპანიასთან მხოლოდ იმიტომ ითანამშრომლა, რომ სფერო ინვესტის პიარმა სწორად იმუშავა. ცნობილი ადამიანების მოწვევა, რაღაცეულობების ჩატარება, რიგოლეთში რომ ისინი ვითომ რაღაცას ვითომ არა ალბათ აშენებენ და ვიღაცებს გადასცეს საჯოქრად, რომელიც მე რეკინდება შემდგომში აფერი არ გადაცემულა და ანუ გიხმიან იმ ფონს რომ შენეს დაიჯერა. აკაკი ლუკავამაც დაიჯერა. სფერო ინვესტში მძიმე შრომით შეგროვებული $20,000 ჩადო. თუმცა ივნისის შემდეგ მას კომპანია არც ქირის ფულს უხდის და არც ძირ თანხას უბრუნებს.
მოგვიწოდა წულეისკირმა და პეტრიაშვილმა, სოფო პეტრიაშვილმა იურისტმა, რომ იცით და დაგვაკავშირეთ მე პატრონებთან, ჩვენ ავუხსნით, ან არ ვიცი, აუხსნიან და შანტაჟებენ თუ რას უზამენ, რომ მათ არ აქვს თქვენი გამოგდების უფლება სასამართლო. მე კიდევ ერთხელ აუხსენე, რომ მე არ ვაპირებ მე პატრონებთან შესვლას კონფლიქტში, ყოველდღე, იმიტომ არიან აქ ადამიანები, ვისაც ყოველდღე პოლიციას უძახებს მე პატრონე უშვებენ, შუქს უთიშავენ, ფიზიკურად მე ამ დავაში ვერ შევიდოდი, ან მათ სურდათ ის რომ მეკადრა თუ მექნა ის რასაც თვითონ აკეთებდნენ. თვალებში შემომხედო შვილო, ჩემი შვილის ტოგი ხარ და მიხარი რომ დაზარალებული არა. ეს 58 წლის ნანა ფარღალავა, ქიმიკოსი. იმისათვის რომ სფეროს ადმინისტრაციას შეხვედროდა დღეს 78 წლის დემენციით დაავადებული დედა. მის 32 წლის კუნთების დისტროფიით დაავადებულ ინვალიდ შვილს დაუტოვა. სფეროს ადმინისტრაცია მას არ შეხვდა. ტელევიზიით ნახე რეკლამები, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი სახე რეკლამას უკეთებდა, რომ არსებობს ესეთი სფერო ჰოლდინგი, სფერო ინვესტი, რომელიც შეიძლება ფულის დაბანდება. სფერო ჰოლდინგის პიარმა კარგად იმუშავა. ქიმიკოსმა ქალმა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აღარ მუშაობს და სახლში ოჯახის წევრების მოვლითაა დაკავებული, $12,000 სფერო ინვესტში დააბანდა. მიმდინარე ხელშეკრულების მიუხედავად ყოველთვიურ სარგოლს 2.5%-ს აღარ ურიცხავენ და არც არავინ აპირებს მისი თანხის უკან დაბრუნებას. ამ ეტაპზე მიმდინარე ხელშეკრულება არის, მაგრამ დარღვეულია იმ კუთხით, რომ 4 თანხას აპირებს. სფერო ინვესტის მიერ დაზარალებულთა ჯარია. ადამიანები, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ, შველას მათივე ბედის თანამოზიარეებს თხოვენ. ახლა ყველა ერთად იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც არც წამლის ფული აქვს და არც ღამის გასათევი. ადამიანმა თურქეთიდან შვილი ჩამოიყვანა და ფულს ამათგან ვერაფერი ვერ მიიღო და ჩაჩი დაწერა, რომ გეხვეწებით წამალი მაქვს შვილისთვის საყიდელი, თანხა ჩვენ აუგროვეთ. ხალხი ქუჩაში დატოვეს. სადარბაზოში ეძინა ვიღაცას მანქანაში, ვიღაცას სკვერში, რეალურად ესეთი რაღაცები მოხდა. 55 წლის მაყოლა ჯიოშვილი ბინის მფლობელია. მისი კუთვნილი სახლის ქირა სფერო ინვესტის წარმომადგენლები იხდიდნენ იმ მოქალაქის სანაცვლოდ, ვინც მათთან ბინის გირავნობის ალტერნატივის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება მხარეებს შორის ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ბოლო 5 თვეა ქალბატონ მაყოლასაც ქირას არავინ უხდის. ყოველდღე მოვდივარ, მთელი ზაფხული დავდიოდი. ერთხელ გადამეცვალა დედა და ვთხოვე, რომ გზის ფულიც არ მაქვს, საშუალო არ ამკრწავდი და დამირიცხეს ერთი თვის აი მთელი აბაი ვაგდახეთ. გივი წულეისკირი, სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი, დაზარალებულებთან შეხვედრასერიდება. გვემტკიცებს, რომ თაღლითური პირამიდა არ აუწყია. კომპანიას ქონება აქვს, გაყიდის და ვალებს გადაიხდის, მაგრამ როდის არ იცის. რა ეშველება ამ ადამიანებს? იყვებით და არ მასწავლეთ ლაპარაკს, რა შეერა ეშველება. ყველა ადამიანს დაუბრუნდება თანხა? როდის? თუ მომცეთ საშუალებას გეტყვით. როდის? როდესაც სფერო ინვესტი გაყიდის ამ უძრავ ქონებას. წულეისკირი სფერო ინვესტის ქონებების გაყიდვას აანონსებს. თუმცა ამ მონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სფერო ინვესტს ნახევარზე მეტი ქონება დაყადაღებული აქვს. მათ შორის გრიგოლეთში, ურეკში, ფოთში, ბათუმში და თბილისში მდებარე უძრავი ქონებაც. დაყადაღებული აქვს ადამიანებს, ვის მიმართაც აქვს ვალდებულება სფერო ინვესტს. ვინაიდან ამ ადამიანებისთვის თანხის გადახდა არის ვალდებულება, სფერო ინვესტი ხო არ გაურბის ამ ვალდებულებას. როცა მოვა შესაბამისი მყიდველი, ის მყიდველი გადახდილი თანხიდან მოხდება იმ ადამიანის თანხის გადახდა, ვისაც აქვს დაყადაღებული, ყადაღა მოიხსნება. ეს არის ძალიან მარტივი პროცედურა. ვისაც სფერო ინვესტში მთელი მათი დანაზოგი ჰქონდათ დაბანდებული და ახლა თვეებია მეპატრონეებმა სახლებიდანაც გამოუშვეს, არც გირის ფულს არავინ უხდის და არც შეტანილ თანხას უბრუნებენ. გივი წულეისკირი მიიჩნევს, რომ ყველა უნდა გაჩუმდეს და კომპანიას კრიზისიდან გამოსვლა უნდა აცალონ. გირის ალტერნატივით იყვნენ ეს ადამიანები წლების განმავლობაში, ხო? აცალონ კომპანიას. ჩაჯდება ყველაფერი კალაპოში. ქუჩაში იყვნენ. რატო არ ქუჩაში, რატო არ ვერ ხვდები? ანუ იმ ლეიბზე დაწყნენ და სფეროსთან მოვიდნენ. თუ გინდათ გიპასუხებთ რა. საწავიდნენ თქო. თუ გინდათ გიპასუხებთ რა, ბატონო გივი. გიპასუხებთ. რას პასუხობთ? მეუბნებით რომ რეალიზაცია უნდა იყოს დღეიდანო. ვაიმე, ესე რა. აქამდე რა შვებით ეს ადამიანები რატო დატოვეთ ალალბეძა? უნდა მოგცეთ საშუალება ამ ხალხმა. შევიდნენ ჩვენ მდგომარეობაში, სფერო ინვესტის მდგომარეობაში, ჩვენ მდგომარეობაში და გვაცალონ მუშაობა. 30 სექტემბერს სფერო ჰოლდინგის ბენეფიციარებმა სფერო ინვესტს საღლითობის გამოუჩივლეს. წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია. გამოკითხულია თითქმის ყველა ბენეფიციარი. პირები კი, რომლებიც კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვენ,
კონსულტაციებს იურისტებთან გადიან.